ვაგრძელებთ მეგობრებო და შემდეგი თავი არის ფულის ბრუნვის სიჩქარე და რაოდენობრივი განტოლება. ფულის რაოდენობრივი თეორიას შეგვიძლია სხვა კუთხითაც შევხედოთ. თუ შემდეგ კითხვას უპასუხებთ. წელიწადში რამდენჯერ გამოიყენება დოლარიანი ბანკნოტი ახალი საქონლის ან მომსახურების შესაძენად? ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს ცვლადი, რომელსაც ფულის ბრუნვის სიჩქარე ეწოდება. ფიზიკაში ტერმინი სიჩქარე ობიექტის მოძრაობის სიჩქარეს აღნიშნავს. ეკონომიკაში ფულის ბრუნვის სიჩქარე აღნიშნავს სიჩქარეს, რომელთაც დოლარიანი ბანკნოტი მოძრაობს ეკონომიკაში საფულიდან საფულემდე. ფულის ბრუნვის სიჩქარის გამოსაცვლად პროდუქციის ნომინალური ღირებულება, ანუ ნომინალური მშპ, უნდა გავყოთ ფულის რაოდენობაზე. თუ P არის ფასების ზონე, მშპ დეფლატორი, Y პროდუქციის რაოდენობა, ანუ რეალური მშპ, ხოლო M ფულის რაოდენობა, მაშინ ფულის ბრუნვის სიჩქარე იქნება P გამრავლებული Y-ზე, ანუ ფასების დონე გამრავლებული პროდუქციის რაოდენობაზე და შეფარდებული ფულის რაოდენობაზე. მაგ შემთხვევაში ჩვენ გავიგებთ რა არის ფულის ბრუნვის სიჩქარე. იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ფორმულა სამართლიანია, წარმოვიდგინოთ ეკონომიკა, რომელიც მხოლოდ პიცას აწარმოებს. მხოლოდ პიცას აკეთებს, უშვებს. დაუშვათ წელიწადში 100 პიცა იწარმოება. ერთი პიცა ღირს $10. და ამ ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობა $50. მაშინ ფულის ბრუნვის სიჩქარე იქნება 10 პიცა, რომელიც კედა $10, რომელიც არის ერთი პიცას ღირებულება, გამრავლებული 100-ზე, რაც არის პიცების რაოდენობა და გაყოფილი 50-ზე, რაც არის ამ ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობა, მაშინ ფულის ბრუნვის სიჩქარე იქნება 20. ანუ ამ ეკონომიკაში ხალხი პიცაზე წელიწადში $1000 ხარჯავს. იმისათვის, რომ პიცის შესაძენად წელიწადში $1000 დაიხარჯოს, როცა ეკონომიკაში მხოლოდ $50-ია თითოეულ დოლარმა ფლობელი წელიწადში 20 ჯერ უნდა გამოიცვალოს. ხო, ანუ იმ ფულის ბრუნვის სიჩქარე რომ მივიღეთ 20, ანუ პირობითად მე და თქვენ თუ ყიდულობთ პიცას, ანუ ჩემიდან თქვენამდე ფული ეს $50 უნდა მოვიდეს 20 ჯერ. ჩემი საფულში იყოს $50 და გადმოდიდეს თქვენთან და თქვენი საფულიდან ჩემთან. ეს პროცესი უნდა მოხდეს 20 ჯერ. და იმიტომ რომ ეს დავითვალოთ, რომ ეს არის ფულის ბრუნვის სიჩქარე. ფულის უბრალოდ რა ვიცი, მე ამას მოძრაობას დავარქმევდი და არა ბრუნვას. ფულის მოძრაობის სიჩქარე. ამ ეკონომიკაში ხო, ეგ თქვით. მცირე ალგებრული ცვლილებების შედეგად ამ ფორმულას შეიძლება ასეთი სახე მივცეთ. M გამრავლებული V-ზე უდრის P გამრავლებული Y-ზე. ეს თოლობა გვეუბნება, რომ ფულის რაოდენობა M და ფულის ბრუნვის სიჩქარე V ნამრავლი პროდუქციის ფასისა და პროდუქციის რაოდენობის ნამრავლი ტოლია. ამ ტოლობას რაოდენობრივი განტოლება ეწოდება, რადგან იგი ფულის რაოდენობას პროდუქციის ნომინალურ ღირებულებასთან აკავშირებს. რაოდენობრივი განტოლება გვიჩვენებს, რომ ეკონომიკაში ფულის რაოდენობის ზრდა ამ სამი ცვლადიდან ერთ-ერთში უნდა აისახოს. ამ ფასების დონემ უნდა აიწიოს, ამ პროდუქციის რაოდენობა გაიზარდოს, ამ ფულის ბრუნვის სიჩქარე შემცირდეს. მრავალი შემთხვევიდან ირკვევა, რომ ფულის ბრუნვის სიჩქარე შედარებით სტაბილურია. მაგალითად, მესამე ნახაზი გვიჩვენებს, რომ ნომინალური მშპ-ს ფულის რაოდენობასა და ფულის ბრუნვის სიჩქარეს შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის 1960-დან მართებულია, ფულის ბრუნვის სიჩქარე თლად მუდმივი არ არის, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად არ შესულა. ამის საწინააღმდეგოდ ფულის მიწოდება და ნომინალური მშპ ამ პერიოდში 10 ჯერ ამენტად გაიზარდა. ამგვარად, გარკვეული მიზნებისთვის დაშვება ფულის ბრუნვის მუდმივ სიჩქარის შესახებ შეიძლება კარგი მიახლოება იყოს. ახლა კი ამ მონაცემების საფუძველზე ავხსნათ ფასის წონასწორული დონე და ინფლაციის დონე. აი ეს ახსნათ. ფულის ბრუნვის სიჩქარე დროში შედარებით სტაბილურია. რადგან ფულის ბრუნვის სიჩქარე სტაბილურია, ამიტომ როდესაც ცენტრალური ბანკი ცვლის ფულის რაოდენობას, ეს პროდუქციის ნომინალური ღირებულების პროპორციულ ცვლილებას იწვევს.
ეკონომიკაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობა ძირითადად საწარმოო ფაქტორითა, მიწოდებითა და არსებული ტექნოლოგიებით განისაზღვრება. კერძოდ, რადგან ფული ნეიტრალურია, ამიტომ ის ზეგავლენას არ ახდენს პროდუქციის რაოდენობაზე. ფაქტორთა მიწოდება და ტექნოლოგიებით განსაზღვრული პროდუქციის რაოდენობისას, როდესაც ცენტრალური ბანკი ცვლის ფულის მიწოდებას და ხელს უწყობს პროდუქციის ნომინალურ ღირებულებას, პარალელურ ცვლილებას ეს ცვლილებები ფასების დონის ცვლილებაში აისახება. აქედან გამომდინარე, როდესაც ცენტრალური ბანკი მკვეთრად ზრდის ფულის მიწოდებას, შედეგად ინფლაციის მაღალ დონეს ვიღებთ. ეს ხუთი საფეხური ფულის რაოდენობის თეორიის საფუძველია. ხო, აი ამ ხუთი ამ თეორიის მიხედვით, მარტივად რომ თქვა და შევაჯამოთ, ეგეთი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია. რომ ფულის რაოდენობის ზრდა არ იწვევს წარმოებული საქონლის რაოდენობის ზრდას და აქედან გამომდინარე, აი ამ ტოლობაში წარმოებული ფულის ბრუნვის სიჩქარის მხარესა და რეალური საქონლის რაოდენობა შორის, როგორც იქით ამ მხარეს M-ის ზრდა, აქეთ ამ მხარეს P-ის ზრდა აბალანსებს ერთმანეთს, ანუ P არის ნომინალური, ან ფასების დონე არის P, M-ი არის ფულის რაოდენობა. ფულის რაოდენობა თუ იზრდება, შესაბამისად P-ც იზრდება, იმიტომ რომ ფასებიც იზრდება. თუ ეს იზრდება, შესაბამისად მაგით ამათ შორის წონასწორობა მუდმივია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვი, რომ ეს მუდმივობა აუცილებლად დადებითი მოვლენა არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ასედაც და ისედაც გვირთულდება ცხოვრება. რატომ? იმიტომ რომ მეხუთე დასკვნა როგორც იყო, როდესაც ცენტრალური ბანკი მკვეთრად ზრდის ფულის მიწოდებას, შედეგად ინფლაციის მაღალ დონეს ვიღებთ. იბადონო. მართალია, მაგალითი ფული და ფასები ჰიპერინფლაციის 4 მაგალითი. მართალია მიწისძვრები დიდ ზარალს აყენებს საზოგადოებას, მაგრამ ამავე დროს ისინი სეისმოლოგებისთვის სასარგებლო მონაცემებსაც გვაწვდის. ეს მონაცემები გარკვეულ ნათელს ფენენ ალტერნატიულ თეორიებს და ამგვარად გვეხმარებიან მოსალოდნელი საშიშროებების წინასწარმეტყველებასა და კონტრზომების მიღებაში. ამის მსგავსად ჰიპერინფლაცია ეკონომისტებს თავაზობს ბუნებრივ ექსპერიმენტს, რომელიც მათ შეუძლიათ ეკონომიკაზე ფულის ზეგავლენის შესასწავლად გამოიყენონ. ჰიპერინფლაციები საინტერესო მოვლენაა, ვინაიდან ამ დროს ფულის მიწოდებასა და ფასების დონის ცვლილებები ძალიან დიდია. მართლაც ჰიპერინფლაცია ზოგადად გამარტებულია როგორც ინფლაცია, რომელიც თვეში 50% აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ ფასების დონე წელიწადში 200-ჯერ და მეტად იზრდება. ჰიპერინფლაციის მონაცემები გვიჩვენებს აშკარა კავშირს ფულის რაოდენობასა და ფასების დონეს შორის. მეოთხე ნახაზი ასახავს მონაცემებს 4 კლასიკური ჰიპერინფლაციისა, რომლებიც 1920-იან წლებში იყო ავსტრიაში, უნგრეთში, გერმანიასა და პოლონეთში. თითოეული გრაფიკი გვიჩვენებს ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობასა და ფასების დონის ინდექსს. ფულის წირის დახრილობა ფულის რაოდენობის ზრდის სიჩქარის წარმოადგენს, ხოლო ფასების წირის დახრილობა ინფლაციის დონეს. რაც უფრო დახრილია ეს წირები, მით უფრო სწრაფად იზრდება ფულის რაოდენობა და ინფლაციის დონე. შევნიშნოთ, რომ თითოეული გრაფიკზე ფულის რაოდენობა და ფასების დონე თითქმის პარალელურია. თითოეულ შემთხვევაში დასაწყისი, როგორც აი წეგანას ვთქვა, ხუთი ის თეორიას მოყვანილი. აქაც მაგას ამბობენ, რომ თითოეულ გრაფიკზე ფულის რაოდენობა და ფასების დონე თითქმის პარალელურია, ხო? ფულის რაოდენობის ზრდა იწვევს ფასების ზრდას. მაგრამ ფასების ზრდა ფულის რაოდენობის ზრდას არ იწვევს. ეს გასწავლილი ამბავი. თითოეულ შემთხვევაში დასაწყისში ფულის რაოდენობის ზრდა ზომიერია და ასეთივეა ინფლაციას. მაგრამ თანდათან ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობა უფრო და უფრო სწრაფად იზრდება და დაახლოებით იმავე დროს ინფლაციაც იწყებს მკვეთრ ზრდას. შედეგად ფულის რაოდენობასთან ერთად ფასების დონე სტაბილური ხდება. ეს ეპიზოდები კარგად ასახავს ეკონომიკის 10 პრინციპიდან ერთ-ერთს. ფასები იზრდება, როდესაც მთავრობა ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს. ნამდვილად. ინფლაციის გადასახადი. თუ ინფლაციის ახსნა ასე ადვილია, რატომ განიცდიან ქვეყნები ჰიპერინფლაციას? ანუ რატომ იღებენ ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკები გადაწყვეტილებას ფულის ისეთი რაოდენობის დაბეჭდის თაობაზე, რომ ფულის ღირებულების მკვეთრი დაცემა გარდაუვალია? პასუხი ის არის, რომ ამ ქვეყნების მთავრობები ფულს დიდი რაოდენობით ბეჭდავენ თავიანთი ხარჯების დაფარვის მიზნით.
როდესაც მთავრობას სურს გზების გაყვანა, პოლიციის თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა, ღარიბებისა თუ მოხუცების უზრუნველყოფა, მან პირველ რიგში საჭიროდ ფონდები უნდა შექმნას, ჩვეულებრივ მთავრობა ამას ისეთი გადასახადების აკრებით ახორციელებს, როგორიცაა საშემოსავლო გადასახადი და გაყიდვებზე დაწესებული გადასახადი ან ფულის თავისი ხალხისგან ესხულობს სამთავრობო ობლიგაციების გაყიდვის გზითაც. მაგრამ მთავრობას თავისი ხარჯების დაფარვა უფრო მარტივადაც შეუძლია. თავისთვის საჭირო ფულის რაოდენობის დაბეჭდით. ასე აკეთებენ ძალიან ხშირად სამწუხაროდ. როდესაც მთავრობა ფულის ბეჭდით თავის შემოსავალს რდის, ვამბობთ, რომ იგი ინფლაციის გადასახადს აწესებს. თუმცა ინფლაციის გადასახადი სხვა გადასახადებს არ ჰგავს, რადგან არავინ იღებს მთავრობისგან ამ გადასახადის ქვითარს. ინფლაციის გადასახადი უფრო ძლიერი რამაა. როდესაც მთავრობა ფულს ბეჭდავს, ფასების დონე იზრდება და თქვენ საფულეში შენახული დოლარების ღირებულება მცირდება. ამგვარად, ინფლაციის გადასახადი ისეთი გადასახადია, რომელსაც იხდის ყველა, ვისაც ფული აქვს. ნამდვილად ვერაგი გადასახადი არის ინფლაცია. ინფლაციის გადასახადის მნიშვნელობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარია. შეერთებულ შტატებში ბოლო წლებში ინფლაციის გადასახადი შემოსავლის ტრივიალური წყარო იყო. მან მთავრობის შემოსავლების 3%-ზე ნაკლები შეადგინა, მაგრამ 1770-იან წლებში ახალგაზრდა შეერთებულ შტატების კოლონიალური კონგრესი სამხედრო ხარჯების დასაფარავად ინფლაციის მნიშვნელოვან გადასახადებს კრებდა. ვინაიდან ახალ მთავრობას რეგულარული გადასახადებისა თუ სესხების გზით ფონდების შექმნის შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდა, კოლონიალური დოლარების ბეჭდა ამერიკელი ჯარისკაცების ხელფასებით უზრუნველყოფის ყველაზე ადვილი ხერხი იყო. ამან კი რა თქმა უნდა ინფლაციის მაღალი დონე გამოიწვია. რამდენიმე წლის განმავლობაში ფასები 100-ჯერ და მეტად გაიზარდა. თითქმის ყველა ჰიპერინფლაცია ისეთივე სქემით მიმდინარეობს, როგორიცაც მიმდინარეობდა ჰიპერინფლაცია ამერიკის რევოლუციის დროს. მთავრობას დიდძალი ხარჯები არაადეკვატური საგადასახადო შემოსავალი და სესხების აღების შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. ამის შედეგად თავის ხარჯების დასაფარავად იგი ფულს საბეჭდ დაზგას მიმართავს. ფულის რაოდენობის მასობრივ ზრდას მასობრივ ინფლაციამდე მივყავართ. ინფლაცია მთავრდება, როდესაც მთავრობა ახორციელებს ფისკალურ რეფორმებს, როგორიცაა მაგალითად, სამთავრობო ხარჯების მკვეთრი შემცირება, რომელთა შედეგადაც ინფლაციის გადასახადის არსებობის აუცილებლობა ქრება. თავიდან წავიკითხოთ ეს მომენტ, რომ თითქმის ყველა ჰიპერინფლაცია ისეთივე სქემით მიმდინარეობს, როგორიცაც მიმდინარეობდა ჰიპერინფლაცია ამერიკის რევოლუციის დროს. ნამდვილად, ჰიპერინფლაციას იწვევს ფულის უკონტროლო ბეჭდა მთავრობის ხარჯების დასაფინანსებლად. მთავრობას დიდძალი ხარჯები, არაადეკვატური საგადასახადო შემოსავალი და სესხების აღების შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. ამის შედეგად თავის ხარჯების დასაფარავად იგი ფულის საბეჭდ დაზგას მიმართავს. ფულის რაოდენობას მასობის ზრდას ინფლაციამდე მივყავართ. ინფლაცია მთავრდება, როდესაც მთავრობა ახორციელებს ფისკალურ რეფორმებს, როგორიცაა მაგალითად სამთავრობო ხარჯების მკვეთრი შემცირება, რომელთა შედეგადაც ინფლაციის გადასახადის არსებობის აუცილებლობა ქრება. კი ბატონო. მთავრობა უნდა ამცირებდეს ყოველწლიურად წლიდან წლამდე ხარჯებს. რა ხდება ჩვენთან? თქვენ გაიცით ამ კითხვაზე პასუხს. ფიშერის ეფექტი. მონეტარული ნეიტრალიტეტის პრინციპის თანახმად, ფულის რაოდენობის ზრდის ტემპის მატება ინფლაციის დონის ზრდას იწვევს, მაგრამ არც ერთ რეალურ ცვლაზე არ მოქმედებს ამ პრინციპიდან გამომდინარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონეტარული ნეიტრალიტეტის პრინციპის თანახმად, ფულის რაოდენობის ზრდის ტემპის მატება ინფლაციის დონის ზრდას იწვევს. კი ბატონო. მაგრამ არც ერთ რეალურ ცვლაზე არ მოქმედებს. ოკეი. ამ პრინციპიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა ეხება ფულის რაოდენობის ზემოქმედებას სარგებლის განაკვეთს. სარგებლის განაკვეთის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკის თვისთვის, რადგან ამ სვალის ზემოქმედება დანაზოგებსა და ინვესტიციებზე დღევანდელ ეკონომიკას მომავლის ეკონომიკასთან აკავშირებს. კი ბატონო. ანუ ადამიანურ ენაზე რა არისო სარგებელიო? სარგებელი არისო, რომ დღევანდელი რაღაცა დღეს რაც ხდება, მომავალში რა მოგებას გვაძლევს, რა სარგებელს გვაძლევს. აი ამ ღირებულებების სხვაობა არის სარგებლის განაკვეთი.
ფულის ინფლაციასა და სარგებლის განაკვეთების ურთიერთკავშირის გასაგებად გავიხსენოთ რა განსხვავებებია სარგებლის ნომინალურ განაკვეთსა და სარგებლის რეალურ განაკვეთს შორის. საჭიროა. სარგების ნომინალური განაკვეთი ის განაკვეთია, რომლის სიდიდესაც ბანკში გამცნობენ. მაგალითად, თუ შემნახველი ანგარიში გაქვთ, თქვენი სარგებელი ნომინალური განაკვეთი იმაზე მეტყველებს, რამდენით გაიზრდება თქვენს ანგარიშზე არსებული დოლარების რაოდენობა დროის გარკვეულ მონაკვეთში. სარგებლის რეალური განაკვეთი ახდენს სარგებლის ნომინალურ განაკვეთის კორექტირებას ინფლაციის გათვალისწინებით და გვიჩვენებს იმას, თუ რამდენით გაიზრდება თქვენი დანაზოგების ყიდულობითი უნარი დროის გარკვეულ მონაკვეთში. სარგებლის რეალური განაკვეთი სარგებლის ნომინალური განაკვეთისა და ინფლაციის დონის სხვაობის ტოლია. ანუ სარგებლის განაკვეთი უდრის სარგებლის ნომინალური განაკვეთს გამოკლებული ინფლაციის დონე. მაგალითად, თუ ბანკში სარგებლის წლიური ნომინალური განაკვეთია 7%, ხოლო ინფლაციის დონე 3%-ია წელიწადში, მაშინ დეპოზიტების რეალური ღირებულება წელიწადში 4%-ით იზრდება. ეს ტოლობა შეგვიძლია სხვაგვარადაც დავწეროთ, რათა სარგებლის ნომინალურ განაკვეთი სარგებლის რეალურ განაკვეთისა და ინფლაციის ჯამების სახით გამოვხატოთ. სარგებლის ნომინალური განაკვეთი უდრის სარგებლის რეალურ განაკვეთს დამატებული ინფლაციის დონე. კი ბატონო. აი მარტივად ახლა შევაჯამოთ, პირობითად თქვენ ადექით და წახვედით და ბანკში ჩადეთ 10,000 დოლარი. როდესაც თქვენ ბანკმა გითხრათ, რომ მე ყოველწლიურად აი ამ 10,000 ლარზე დაგერიცხავთ 7%-ს. აი რა იგულისხმება ამაში? 7% ეს არის ნომინალური განაკვეთის ციფრი, რომელიც ჩვენ მომავალში რომ მივედით ბანკში და გვინდა რომ პირობითად 1 წელი გავიდა და გვინდა რომ ავიღოთ ეს 10,000 ლარი და ამ 10,000 ლარს დარიცხული სარგებელი. ანუ 7%, იმ 10,000 ლარს დამატებული 7%. და რა ხდება? დღეს რაღაცა პირობითად 10,000 ლარით, დღეს ბევრად მეტი რაღაცა ყიდვა შეგვიძლია, ვიდრე შემდეგ წელს შევძლებთ. რატომ? იმიტომ რომ აი ამის გასაგებად გადადით ჩემს წინა წინაზე რა, იმ ვიდეოზე, სადაც ვლაპარაკობ ინფლაციაზე და სამხარებლო კალთაზე და ფულის ყიდულობით უნარს. ფულის ყიდულობით უნარი ეცემა, რასაც იწვევს ინფლაცია. ანუ ამ 7%-ში გათვალისწინებული არ არის ინფლაცია. ვიცით რომ წელს ქვეყანაში პირობითად იყო 3% ინფლაცია. ანუ ჩვენ რომ გავიგოთ რა არის ჩვენი რეალური სარგებელი, რა მოვიგეთ, მოკლედ ბანკთან ურთიერთობით ამ 10,000 წლის დაბანდებით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ შემდეგი რაღაც. 10,000 ლარის 7% არის 700 ლარი. 700 ანუ გამოდის ხო 700 ლარია, 700 ლარია. 700 ლარი რადგან არის, ამ 700 ლარს უნდა გამოვაკლოთ იმ 10,000 ლარის კიდევ 3%, რაც არის 300 ლარი და შესაბამისად ჩვენ ვიღებთ 400 ლარს და გამოდის, რომ ჩვენი ბანკში ამ 10,000 ლარის დადებით მიღებული სარგებელი არის 400 ლარი. და ჩვენ ბანკიდან გამოვიტანეთ 10,400 ლარი. ყიდვის რაღაც რა საშუალება. რაც მანამდე გქონდა 10,000. ეს გიღებთ თუ არ გიღებთ, თქვენი გადასაწყვეტია. 10,000-ად გახსნით პატარა მაღაზიას. სარგებლის ნომინალური განაკვეთის ასე გამოხატვა მოსახერხებელია, ვინაიდან ამ ტოლობის მარჯვენა მხარეს ორ შესაკრებზე სხვადასხვა ეკონომიკური ძალას დემოქმედებს. როგორც ერთ-ერთ წინა თავში თქვით, სარგებლის რეალურ განაკვეთს სასიცოცხლო კაპიტალის მიწოდება და მოთხოვნა განსაზღვრავს, ხოლო ფულის რაოდენობრივი თეორიის თანახმად ინფლაციის დონეს ფულის მიწოდების ზრდა განსაზღვრავს. ვნახოთ როგორ მოქმედებს ფულის მიწოდების ზრდა სარგებლის განაკვეთებზე. გრძელვადიან პერიოდში, როცა ფული ნეიტრალურია, ფულის ზრდის ცვლილებამ სარგებლის რეალურ განაკვეთზე არ უნდა იმოქმედოს. ბოლოს სარგებლის რეალური განაკვეთი, ხომ რეალური ცვლადია,
იმისთვის, რომ სარგებლის რეალური განაკვეთი არ შეიცვალოს, სარგებლის ნომინალური განაკვეთის ცვლილება ზუსტად უნდა ასახავდეს ინფლაციის დონის ცვლილებას. ამგვარად, როდესაც ფედერალური მთავრობა ფულის რაოდენობას სწრაფად ზრდის, იზრდება როგორც ინფლაციის დონე, ისე სარგებლის ნომინალური განაკვეთი. ინფლაციის დონის ცვლილების შედეგად სარგებლის ნომინალური განაკვეთის ასეთ ცვლილებას ფიშერის ეფექტი ეწოდება. ეკონომისტ ირვინგ ფიშერის პატივსაცემად, რომელმაც პირველმა შეისწავლა ეს ფაქტი. ალბათ შენიშნეთ, რომ ფიშერის ეფექტზე ჩვენი მსჯელობა ისე გრძელვადიან პერიოდით იფარგლება. ფიშერის ეფექტი მოკლევადიან პერიოდში არ მოქმედებს, რადგან ინფლაცია ამ დროს მოულოდნელი თითქმის არ არის. სარგებლის ნომინალური განაკვეთი, როგორც სესხის გადასახადი, სესხის გაცემისთანავე დგინდება. თუ სესხებელსა და გამსესხებელს ინფლაცია სიურპრიზად მოვლენა, მათ მიერ შეთანხმებით დადგენილი სარგებლის ნომინალური განაკვეთი ვეღარ ასახავს ფასების ზრდას. უფრო ზუსტად, ფიშერის ეფექტის მიხედვით, სარგებლის ნომინალური განაკვეთი მოსალოდნელი ინფლაციის მიხედვით თვითრეგულირდება. მოსალოდნელი ინფლაცია კი რეალური ინფლაციასთან ერთად მხოლოდ გრძელვადიან პერიოდში მიიღებს და არა მოკლევადიანში. ფიშერის ეფექტის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარგებლის ნომინალური განაკვეთის დროშის ცვლილების გაგებისთვის. მეხუთე ნახაზზე ნაჩვენებია სარგებლის ნომინალური განაკვეთი და ინფლაციის დონე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეკონომიკაში 1960 წლიდან. ნახაზი აშკარად ჩანს, რომ მჭიდრო კავშირი არის ამ ორ ცვლად შორის. სარგებლის ნომინალური განაკვეთი 1960-იან წლებიდან 1970-იან წლებამდე იზრდებოდა, რადგან ამ დროს ინფლაციაც იზრდებოდა, ხოლო როდესაც 1980-იან წლების დასაწყისიდან 1990-იან წლების შუამდე სარგებლის ნომინალური განაკვეთი მცირდება, ეს იმის შედეგი იყო, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საბოლოოდ შეძლო ინფლაციაზე სრული კონტროლისთვის მიიღწია. 1970-იანი წლების დასაწყისში, როდესაც შეერთებული შტატებში ინფლაციის დონემ წელიწადში დაახლოებით 10%-ს მიაღწია, ინფლაცია ეკონომიკური პოლიტიკისადმი მისხნულ დებატების მთავარი თემა გახდა. და მიუხედავად იმისა, რომ 1990-იანი წლების პირველ ნახევარში ინფლაცია დაბალი იყო, ის მაინც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ ცვლადად დარჩა, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ერთ-ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ინფლაცია შეერთებული შტატების გაზეთში ყველაზე ხშირად გამოყენებული ეკონომიკური ტერმინი იყო და შორს ჩამოვიტავა მეორე ადგილზე გასული უმუშევრობა და მესამე ადგილზე გასული მწარმოებლურობა. ინფლაციას დიდი ყურადღება ექცევა და მრავალი დისკუსია ეძღვნება. ვინაიდან ეს სერიოზული ეკონომიკური პრობლემად ითვლება. არის თუ არა მართლაც ინფლაცია სერიოზული პრობლემა და თუ არის რატომ? კი ბატონო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.